ჩვენს პროგრამაში შეგვიძლია გქონდეს რამდენიმე სხვადასხვა ფუნქცია ერთი და იგივე სახელით და აი ამას ეწოდება ფუნქციების გადატვირთვა. ამ გაკვეთილში ჩვენ ამ თემის გარშემო ჩავატარებთ ექსპერიმენტებს და დავწერთ პროგრამას, სადაც გვექნება რამდენიმე სხვადასხვა ფუნქცია ერთი და იგივე სახელით. წავშალოთ ჩვენი კოდი, რაც არის ამ main-ში, გავასუფთავოთ და დავიწყოთ ფუნქციების გადატვირთვა. ესე იგი, მოდი შევქმნათ რაიმე ფუნქცია, დავუშვათ void f, რომელიც უბრალოდ დაბეჭდავს აი ესეთ სტრიქონს. როდესაც ფუნქციების გადატვირთვა გვინდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გადატვირთვის დროს, როცა ფუნქციის სახელები არის ერთი და იგივე, მისი პარამეტრები და ამ პარამეტრების ტიპები და რაოდენობა უნდა იყოს განსხვავებული. ანუ თუ მინდა რომ ეხლა მე სხვა ფუნქცია მქონდეს f-ი, შემიძლია ესეთნაირად გავაკეთო, დავარქვა მას f-ი, ოღონდ უნდა შევცვალო უკვე პარამეტრების რაოდენობა და ამ პარამეტრების ტიპები. ვინაიდან ჩვენ პირველ ფუნქციას, პირველ ვერსიას ამ f-ის არ აქვს პარამეტრები, აქ ჩავამატოთ რაიმე პარამეტრი, მაგალითად i. და აქ დავბეჭდოთ ესეთი სტრიქონი. int i. ასევე ჩვენ შეგვიძლია დასაბრუნებელი ტიპიც შევუცვალოთ აი ამ f-ს და აქაც იყოს მაგალითად რაიმე int. და ეს f-ი დააბრუნებს უბრალოდ აი ამ ორი რიცხვის ჯამს. აი როგორც ხედავთ, ჩვენ უკვე ეს ფუნქციები გვაქვს და ეხლა შეგვიძლია გამოვიძახოთ ისინი. ეხლა გამოძახების დროს როგორ უნდა გავიგოთ, რომელი ფუნქცია იმუშავებს ჩვენს პროგრამაში. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის პარამეტრებს და რა ტიპის პარამეტრებს გადავცემთ აი ამ ჩვენს პროგრამას. თუ კი მაგალითად ჩვენ ეხლა დავწერთ მხოლოდ ესეთ რამეს, ანუ მხოლოდ f-ს, ეს ჩვენი პროგრამა დაბეჭდავს აი ამ სტრიქონს, რადგან ფუნქციის ეს გამოძახება შეესაბამება აი ამ ვერსიას, რომელიც გვაქვს ჩვენ პროგრამაში. ეხლა მოდი დავაკომპილიროთ და ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს ჩვენი პროგრამა. და აი როგორც ხედავთ, დავიბეჭდა ეს f-ი. ეხლა თუ კი დავუშვათ ჩვენ გვინდა რომ გამოვიყენოთ ფუნქციის ეს ვერსია, მაშინ დავწერთ რაიმე int i-ს მივანიჭოთ. დავუშვათ f-ი 5 და 5. და შემდეგ შეგვიძლია დავბეჭდოთ აი ეს i. და უკვე დაიბეჭდება 10. ამ შემთხვევაში, რადგან ეს გადავეცით ორი პარამეტრი, ეს int-ები გამოიძახება ფუნქციის ეს ვერსია. და აი მართლაც დაიბეჭდა 10. მოდი ახლა ფუნქციის ეს მეორე ვერსიაც გამოვიძახოთ, რაც არის. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ დავწერთ ისევ f-ს და შემდეგ მაგალითად 12. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, რას გადავწყვეტ. და აი როგორც ხედავთ, დავიბეჭდა f int i.